სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ ვართ რა ქრისტიანები, განსხვავდებით ყველა იმ ადამიანისაგან, არა ბუნებითად, არამედ ჩვენი შინაგანი მდგომარეობით, ჩვენი სოფხედელობით, ჩვენი ცხოვრების წესით, სამყაროს ხედვით და კიდევ ერთი რამით, რაც საკრალური მხარეა ქრისტიანობისა. ეს ცალკე თემაა კიდე. ჩვეულებრივი იმ ადამიანისაგან, მოდი ასე ვთქვათ, არა ჩვეულებრივი, არამედ იმ ადამიანისაგან, რომელიც ჯერ ქრისტიანი არ არის. ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისება რა არის, რომ ღმერთს გავს. ხო, თავარი ეს არის. მრავალი თვისებებით. და იმ მრავალი თვისებებიდან არის ძირითადი თვისებები. ეს არის მოაზროვნეობა, ეს არის თავისუფლება. და ადამიანს არ შეუძლია რომ არ იყოს თავისუფალი და არ იყენებდეს ამ თვისებებს, არ იყენებდეს აზროვნებას. გააჩნია რაში იყენებს. ადამიანს სამოთხეში რომ ხედავთ, ჩვენ ხედავთ რომ მას აქვს უნარი სამყაროს შემოქმედებითი შემეცნებისა, ცხოველებს, სახელებს რო არქმევს მაგალითად. მას აქვს შესაძლებლობა თავისუფალი არჩევანისა, რაღაცა ის ნაყოფი მიიღოს თუ არ მიიღოს. ღვთისნება აღასრულოს თუ საკუთარი ნება, რომელიც ბმაში აღმოჩნდა დემონურ ნებასთან. ხო, ეს არის, ან ღვთისნებას აღასრულებს ადამიანი, ან საკუთარს, რომელიც ბმაშია დემონურ ნებასთან. გესმით რა შეასაკეთ? ანუ ჩემი ნება ღმერთის გარეშე, ოღონ ეშმაკის ნება რო არ იყოს, ეგეთ რამე არ არსებობს. ღმერთის გარეშე ნებისმიერი ნება გონიერი და თავისუფალი არსების ბმაშია დემონურ ნებასთან. ეს არის ჩვენ გამოცხადებით ვიცით რომ ეს ასეა და არა მარტო გამოცხადებით, არამედ გამოცდილებითაც. და აი ესე იგი მას აქვს შემოქმედებითი აზროვნების უნარის და შემეცნების უნარი, თავისუფალი არჩევანის უნარი და მას შემდეგ რაც ცდუნდა ეშმაკით, ამას დაემატა, რომ მას შეექმნა ილუზია, რომ ღმერთის გარეშე მას შეუძლია ეძებოს ჭეშმარიტება. კეთილისა და ბოროტის გარჩევა, ხო? მაგას ნიშნავს. კეთილი, ბოროტი, სწორი, არასწორი, სამართლიანი, უსამართლო, თეთრი, შავი. ანუ ჭეშმარიტების ძიების უნარი აქვს ოღონ ღმერთის გარეშე. ყველა ადამიანი მეტნაკლებად არის ასეთი. და ადამიანი ფილოსოფოსი რომც არ იყოს, ადამიანი მაინც ფილოსოფოსია, იმიტომ რომ მას უყვარს აზროვნება. შეიძლება ის ამ სიყვარულს სისულელეში ხარჯავდეს, მაგრამ მაინც უყვარს აზროვნება, მას არ შეუძლია რომ არ იაზროვნოს. ეს არის ადამიანი, ადამიანური ბუნების განუყოფელი ნაწილი. ხოლო ადამიანები ცოტა თუ ინტელექტუალურად ვითარდებიან და მართლა ფილოსოფია უყვართ, ჩვენ ვიცით რომ რაც კაცობრიობა არსებობს ფილოსოფია, არსებობს ჭეშმარიტების ძიება, სხვადასხვანაირად ვითარდება, ეს არის უშუალოდ ფილოსოფია, ეს არის მეცნიერება, საბუნებისმეტყველო მეცნიერება, ეს არის მათემატიკა, ეს არის ხელოვნება, ხო? და ადამიანი ყველგან ეძებს ჭეშმარიტებას. ქრისტიანი განსხვავდება იმით, რომ ქრისტიანს აღარ სჭირდება ფილოსოფია. ქრისტიანმა იპოვა ჭეშმარიტება. უბრალოდ ჭეშმარიტებამ იპოვა ადამიანი, ქრისტიანი და ამის შემდეგ მის გულს დადასტურებული აქვს, რომ ის რასაც კაცობრიობა ეძებს ფილოსოფიით, მეცნიერებით, რასაც ეძებს ის მან უკვე იპოვა. და ის არის ცოცხალი ღმერთი. ის ვისაც კაცობრიობის ძალიან ძლიერი ინტელექტუალური ადამიანები ეძებდნენ, ის შვა მარიამმა, გესმით? შვა მარიამმა. ხო ეძებენ და მან შვა, რომელსაც შეგიძლია ხელი მოკიდო, თვალებს ჩახედო, რომელსაც შეიძლება მოусმინო. და თუ დაუჯერებ, აღმოჩნდები, რომ თავად შედიხარ ცოცხალ ჭეშმარიტებაში. ესე იგი, ჩვენ იმით განსხვავდებით არაქრისტიანებისაგან, რომ თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ ნამდვილი, იმით რომ ჩვენ აღარ ვეძებთ ჭეშმარიტებას. თუ ვინ არის ჭეშმარიტება? რა კი არა ვინ არის? არამედ ჩვენ ვიცით ვინ არის ჭეშმარიტება,
ოღონ ეხლა ჩვენ ვეძებთ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. ჩვენ კვლავ ვეძებთ, ოღონ მასთან ურთიერთობის შესაძლებლობებს. და კიდევ ერთი ნიუანსი აქ. ფილოსოფოსი საკუთარი თავის ფერიცვალებას არ საჭიროებს. მას არ ჭირდება მეტანოია, ანუ ცვლილება, შინაგანი შემეცნების უნდა მთელი არსების ცვლილება არ ესაჭიროება. იმიტომ რომ ის შეიმეცნებს ჭეშმარიტებას, როგორც მისგან განყენებულს და რაღაცას რო აღმოაჩენს, გონია რომ აღმოაჩენს, რა მაგარია იტყვის. მეცნიერიც ასეა. ქრისტიანი ესე ვერ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ იმდენად შეგვიძლია მივახლოვდეთ ცოცხალ ჭეშმარიტებას, რამდენადაც ჩვენში ხდება მეტამორფოზის პროცესი, ანუ ფერისვალების პროცესი. ანუ ეს არის ჭეშმარიტი სინანული, ანუ მეტანოია იგივე. თუ ჩვენ არ შევიცვლებით, ჩვენ არ გვაქვს უნარი ჭეშმარიტების დანახვის, მასთან მიახლოების. და რასთავარია, მასთან პიროვნული, მამაშვილური ურთიერთობის. ამის უნარი არ გვაქვს. ამიტომ ქრისტიანობის სირთულე მდგომარეობა ერთის ხო კარგია, ვაი რა კარგია ვიპოვეთ ჭეშმარიტება, მაგრამ მას ახლავს სირთულე, რომ მიპოვე ჭეშმარიტება, შეხტები ვალდებული, იტვირთები უდიდესი პასუხისგებლობით, რომ დაიწყოს შენი ცვლილება იმ მიმართულებით, ვინც იპოვე და ვინც არის ერთადერთი ჭეშმარიტება სამყაროში. ამიტომ ჩვენთვის ყოველთვის მძიმე აღსაქმელია, როცა ადამიანები მსჯელობენ ჭეშმარიტებაზე ქრისტეს გარეშე. ეს როგორი რაღაცა იცით, აი დონ კიხოტი რო თქვა ქარის წისკვილებს ებრძვის. ან წყალს რო ნაყავ და გონია რაღაცას აკეთებ. ან თქვა ჰაერს თქვიფავ. ან თქვა პავლე მოციქული რო ამბობს, რომ ხელებს იმიტომ კი არ ვიქნებ, რომ ჰაერს უტყავდე, არამედ იმიტომ რომ გავიმარჯო. ან გავს მეომარს, რომელსაც თვალები ახვეული აქვს და ესე იგი სადღაც უმისამართოდ იმაშვება რაღაცა იბრძვის. ან თქვა გავს მოგზაურს, რომელმაც არ იცი დადის, მაგრამ არ იცი სად მიდის, გესმით? აი ამას უყურებ და ხედავ ადამიანის ტანჯვას, ადამიანური არსების ტანჯვას, ლაპარაკობენ, მსჯელობენ, ფიქრობენ, მიედმოედებიან, უმიზნოდ, უსაგნოდ, უმისამართოდ, უშედეგოდ, უპერსპექტივოდ. რატო კაცო იმათ რა ვერ დაინახეს ქრისტე და ვერ დაინახეს? და რატო ვერ დაინახეს? არ ვიცი. იმიტომ რომ მე თუ ვიტყვი რომ თავდაბლობა აკლიათ მეთქი. ამას ეშმაკი იმწარსო ჩემ წინააღმდეგ გამოიყენებ. შენ თავდაბალი ხარ. შენ კარგი ხარ, ის ცუდია. ამიტომ ჩვენ და ეს ხო სისულელია, რომელი თავდაბალი მე ვარ და რომელი კარგი მე ვარ. ნუ თუ არ უნდა ვიცნობდე საკუთარ თავს ვინ ვარ? ესე იგი გამოდის საიდუმლოება. რომელიც საიდუმლოებას დაგადუმებს, კი არ განგაკითხვინებს იმას, რომ ვერ იპოულობს, არამედ დაგადუმებს. და შინაგანად მადლიერებას გაგიჩენს. მადლობა ღმერთო, რომ შემყუდრო ნავსაყუდელში შემომიყვანე, რა ბედნიერი ვარ. რომ დაგინახე, რომ გიპოვე, რომ აღარ მივედმოვედები. გესმის, მე უკვე ვიცი, საითკენ გავიხედო, ვისკენ და რისკენ ვისწრაფო. რა გავაკეთო ცხოვრებაში? ზუსტად თან იუველირული სიზუსტით ვიცი. აი ზუსტად ვიცი, არაფერი არ შემეშლება. თუ რა თქმა უნდა, ყურადღებას მივაქცევ შენს საოცარ გამოცხადებას. მოვიდა ჭეშმარიტება როგორც ადამიანი და გარშემო მას ყავდა მოწაფეები. მისი, ანუ ჭეშმარიტების, ანუ იესო ქრისტეს ყოველი სიტყვა და ცხოვრებაში გამოვლენილი ყოველი მისი მოქმედება, ანუ ცხოვრების წესი, არის გამოცხადება. მისი ნების გამოცხადება, ანუ ეს ყველაფერი გაკეთე, იმიტომ რომ მე გავიგო როგორ ვიცხოვრო. მაგრამ არა მარტო მისი ნათქვამია გამოცხადება, არამედ მისი მოწაფეების მიერ დანახული, აღქმული, გათავისებული და მერე აღმოთქმული ესეც გამოცხადება. იმიტომ რომ ისინიც უკვე დამოუკიდებლად აღარ არიან, ღმერთთან ერთად მოქმედებენ, ღმერთთან ერთად ცხოვრობენ. გესმით? ამიტომ თლიანად წმინდა წერილი ღვთისმსულიერია სახარებაც და მოციქულთა წერილებიც და წმინდანთა თხზულებებიც, რომლებაც იგივე სულით შეიმეცნეს იესო ქრისტე და იგივე სულით ცდილობენ მას მიბაძონ, მიემსგავსონ და იგივე სულით ხდება მათი ტრანსფორმაცია და მათი შეცვლა და შემდეგ ამ ყველაფრის
აღმოთქმა თხზულებებში. ამიტომაც ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ყველაფერს და ჩვენ ვართ რა ჭეშმარიტების შემეცნებელნი, ანუ ქრისტიანები. და კონცენტრირებული ვართ, ფოკუსირებული ვართ იესო ქრისტეზე. გარდა ამისა, ჩვენ გამოცხადებით ვიცით არა მარტო ის თუ ვინ არის ჭეშმარიტება, არამედ ისიც თუ ჩვენ როგორ უნდა ვიცხოვროთ, რომ მასთან მივიდეთ. დღევანდელი დღეს პეტრე მოციქულის ბორკილების ხსენება ეს ბორკილები, რომელიც საქმე მოციქულთაშია აღწერილი, როგორ გაათავისუფლა ანგელოზმა პეტრე მოციქული ტყვეობიდან, ამის ხსენება ამგლეთ ესე ვთქვათ. შესაბამისად პეტრე მოციქულის ხსენებაა. და პეტრე მოციქულის, რომელიც დღეს აღმოვიკითხეთ მსახურების დროს, პეტრე მოციქულის მეორე ეპისტოლედან, რამდენიმე მუხს ამოგიკითხავთ, სადაც პეტრე მოციქული ასევე ეს გამოცხადებაა და ეს ცოდნა, საკრალური ცოდნა, გვეუბნება, რომ ჩვენ როგორ ვიცხოვროთ იმისათვის, რომ ვიყოთ იმასთან, ვისი ცოდნის მიღების ღირსიც შევიქენით და გავხდით. პეტრე მოციქული ესე წერს: სიმონ პეტრე, იესო ქრისტეს მონა და მოციქული. მოციქული უმაღლესი რანგის სტატუსია და თავდაბლობით ამბობს მონა, გესმით? ესე. თვითონ წერს ამას. და ეხლა ნახეთ რა საოცარ ამას ამბობს. ვის ელაპარაკება პეტრე მოციქული? მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე რწმენა, არ ამბობს ესე, მათ, ვინც ჩვენსავით მიიღო იგივე ძვირფასი რწმენა. ნახეთ რწმენაზე როგორ ლაპარაკობს, გამთბარი გულით. ხო შეიძლება რა რწმენას მე მივიღე, იგივე მიიღე შენ და გელაპარაკები? არა. ძვირფასი რწმენა. ძვირფასია რწმენა, მახსენებს. ანუ გაუფრთხილდი, განძიგა, გესმით, პეტრე მოციქულის ეს საოცარი სიტყვებია, ხო? არა რწმენა, არამედ ძვირფასი რწმენა. და ნახეთ ვინ ჩვენსავით, როგორ ჩვენსავით? ჩვენ 21 საუკუნის ადამიანება, როგორ მივიღეთ? როგორც პეტრე მიიღო, ისე მივიღეთ. რანაირად ადამიანი იკითხავს, კაცო, პეტრე შეხვდა, თევზი დააჭერინა. რასეუნება უფალი? რომ მამამ გამოგიცხადა, თუ ვინ ვარ მე? ჩვენც გამოგვიცხადა მამამ, რომ იესო არის ის, ვინც არის. ამიტომ ჩვენ ზუსტად ისევე მივიღეთ იესო ქრისტეს ღმერთობის რწმენა და ამ რწმენაში გამტკიცება და დაჯერებულობა, როგორც პეტრე მოციქულმა 2000 წლის წინ. ამას გვეუბნება ჩვენსავით და თუ პეტრესავით არ მიგიღია, ანუ თუ მამამ არ გამოგიცხადა, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი, შენ აქ შეცდომით გახარ რელიგიური გზნობების დასაკმაყოფილებლად, გესმით? ამიტომ ყველა კიდევ ერთხელ დავინახოთ, გვწამს თუ არა ჩვენ იესო ქრისტეს ღმერთობა. მე აგზელებს ჩვენი ღვთისა და მაცხოვრის იესო ქრისტეს სიმართლით, ქრისტეზე ამბობს, რომ ის არის ჩვენი ღმერთი და მაცხოვარი, ანუ გადამრჩენელი, მან ქრისტემ თავისი სიმართლით მისმა საღვთო ძალამ სიმართლით მისმა საღვთო ძალამ მოგვანიჭა ყველაფერი მოგვანიჭა, რაც ცხოვრებისა და ღვთისმსახურებისათვის გვჭირდება. ესე იგი, ქრისტეზე ამბობს, ეს არის ჩვენი არა მარტო ღმერთი, არამედ მაცხოვარიც, ანუ გადამრჩენელიც. ის მოქმედებს აბსოლუტური სიმართლით, იმიტომ რომ თავად არის არა ჩემი სიმართლით, არამედ მისი სიმართლით, რომელიც კავშირშია მის ნებასთან და არა ჩემ ნებასთან. იგი არის ღმერთი და საღვთო ძალას და ენერგიას ფლობს, ანუ საღვთო ძალა ეს არის მადლი იგივე და ამ საღვთო ძალამ, ანუ მადლმა მოგვანიჭა ყველაფერი, ამბობს პეტრე მოციქული. აი ვიღაცა შეიძლება თქვა, აი რა ვიცი, მე რაღაცა თითქოს შეიძლება ადამიანები იფიქროს, რომ მე რა ვიცი, რა ნიჭი მაქვს აბა და მე ისეთი რწმენა არა მაქვს, ადამიანი იტყვის და აი ვიღაცას აქვს და მე ისი არა მაქვს. ესე წინააღმდეგება გამოცხადებას. ამიტომ გეუბნებით, ყოველთვის ჩვენი გულის სიტყვა იქ უნდა იქნას გადამოწმებული წმინდა წერილის მიხედვით, იმიტომ რომ აქ გვეუბნება პეტრე მოციქული ყველაფერი მოგვცა. ყველაფერი, რაც რისთვის, რაც ცხოვრებისა და ღვთისმსახურებისთვის გჭირდება. არა მარტო მიწიერი ცხოვრებისათვის, არამედ ღვთისმსახურებისათვის, ანუ ღმერთთან ურთიერთობისათვის. არაფერი გაკლია შენ ღმერთთან ურთიერთობისთვის. არაფერი. ის შენ ცხონება სჭირდება, ყველაფერი გაქვს. და თუ არ აკეთებ, ეს მხოლოდ შენი ბრალია. გამოცხადება ამას ასე მეუბნება. მისი შემეცნების მეოხებით
ვინც თავის დიდებისა და სათნოებისაგან გვიხმო. ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემს მიერ მის შემეცნებას, რომ იესო ქრისტე არის ღმერთი. ის ვინც შევიმეცნე, მან მიხმო თავისი დიდებისა და სათნოებისკენ. იმიტომ რატო მან თქვა რომ მე ჩემგან ისწავლეთ, ანუ გვიხმო თავის სათნოებისკენ და დიდებისკენ როგორ, სადაც მე ვარ, მინდა რომ თქვენც იქ იყოთ. გახსოვთ ხო უფლის სიტყვები? ანუ გვიხმო, ანუ კი არ დაგვენახა მარტო, არამედ გითხრა, აი ყველაფერი მიიღეთ ჩემგან, რაც მე მაქვს და ჩემთან ერთად უნდა იყოთ მარადისობაში. რომელთაგანაც გვებოძა ამ შემეცნების საშუალებით გვებოძა დიადი და ფასდაუდებელი აღთქმანი. აღთქმანი, რომლის გონების მიერი წვდომა შეუძლებელია. ამას ხო პავლე მოციქულის გეუბნება, რომ ისეთი სიხარული განუზადა ღმერთმა თავის მოყვარეს, არც თვალს უხილავს, არც წყურსმენი, არც გულს არ შეხებია. ანუ ჩვენ არ წარმოდგენას კი არ ძალგვიც რა ბედნიერება გველოდება. წარმოდგენას კი არ ძალგვიც. სიხარულისაგან უნდა ვხტოდეთ. ისე უნდა გვიხაროდეს. გესმით, ჩვენ რომ ვიაზრებდეთ წმენა რომ მოგცა ღმერთმა ამით რა მოგცა. და აი ამ ფილოსოფიური მაძიებლობიდან რომ ადამიანი მიედმოედება სამყაროში, მთელი ჩვენი არსება დააფოკუსირა ცოცხალ ჭეშმარიტებაზე. გესმით, ეს რამხელა წყალობა, რა ბედნიერება. დილაობით თუ არ ლოცულობთ, წამში შეიძლება არ იცოდეთ. წამს ერთი ღმერთი მამაყოლებს. ეს სირცხვილია. განლა იმიტომ რომ ზეპრის სიტყვიერება აქ საჭირო. არამედ ეს არის თქვენი როგორ გითხრათ, აი ეს არის საზეიმო ჰიმნია ქრისტიანისა. აი ეს ცოცხალი საოცარი რწმენა, აი ფორმულირებული ასე ლაკონურად. საუკუნეებით გამოტარებული, სისხლით, ლოცვით, ბრძოლით გამოტარებული. ჰიმნია ეს ჩვენი, გესმით? წამს გულისხმობ, წამს ერთი ღმერთი მამაყოლის სამყრობელი და ასე შემდეგ. და ეს ფასდაუდებელი აღთქმანი მოგცა და ეხლა ნახეთ. ეხლა ეს აღთქმანი რომ მივიღე, აღთქმა. მე რა უნდა გავაკეთო? მივიღე აღთქმა, ეხლა მე რა ვქნა? და ნახეთ, რათა ამ ქვეყნად გულის თქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი, ანუ გულის თქმასთან ბრძოლას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ გულის სიტყვა, რომლის მიერაც ეშმაკი ჩემს მართვას ცდილობს, მე თუ ის არ გავაკონტროლე და მე თუ ის არ გავანადგურე ჩემში, და ეს არის სულიერი ცხოვრების ხელოვნება, გულის სიტყვების გამოცნობა და მათთან ბრძოლა, ყველაფერი წყალში ჩაიყრება. გესმით? და ამიტომ ამბობს, რათა ამ ქვეყნად გულის თქმის ხრწნილები, თორე გულის თქმა ხრწნის ადამიანს, გულის თქმის ხრწნილებისაგან განრიდებულნი და რომ განვერიდებით ამას, ეს არის ბრძოლა, ეს არის ასკეზა, ეს არის მარხვა, ეს არის ლოცვითი ღვაწლი და ასე შემდეგ, რა ხდება? საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ, ეს არის უდიდესი საიდუმლოებრივი სიტყვები, საღვთო ბუნების თანაზიარნი. გაუგებარია, ღმერთი ტრანსცენდენტულია და როგორ უნდა გავხდე მექმნილება სამყაროს მიღმიერი ყოფიერების თანაზიარი. და რა თქმა უნდა, ეკლესიამ მერე ეს განმარტა და სრული სისავსე აი ამ სიტყვების განმარტებისა და ფორმულირება ისეთ როდის მოგცა ეკლესია, რომელიც არის სვეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისა, რომლისაგანაც თვით ანგელოზები სწავლობენ ჭეშმარიტებას, როგორც პავლე მოციქული ამბობს, მე-14 საუკუნეში წმინდა გრიგოლ პალამას მიერ, რომელმაც თქვა, რომ ღმერთი თავის თავს ავლენს ენერგიებში, საღვთო მადლში და მადლთან ერთობით ხდები ზიარი და არა საღვთო არსთან, ეს სხვადასხვა რაღაცაა. ერთი ღმერთია. აი როგორც მაგალითად ჩვენ რომ მზე გვანათებს, გაგვახურებს, დაგწვავს და ასე შემდეგ. მზის თანაზიარნი ხდებით, როცა მზე გვანათებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მზის ბურთში შევდივართ, ხო გესმით? მაგრამ ამავე დროს ის რაც გვანათებს, რაც დაგწვავს, გაგათბობს, სიცოცხლეს ანიჭებს, ეს ზუსტად იგივე მზეა, რაც ის ბურთია. ოღონდ შიგნით არ შევდივართ. რაღაც ეს სიმბოლურად რო განმარტოთ. ანუ საღვთო ბუნების თანაზიარნი გავხდეთ, ანუ მადლით ღმერთნი გავხდეთ. ეს არის სასუფეველი. ნახეთ, ეს არის ქრისტიანობის უნიკალურობა. სადაც რომელიღაც რელიგიები გეუბნებიან, კარგად თუ მოიქცევი ღმერთი რაღაცას გაჩუქებს, იქ სადღაც რაღაც პეტრე მოციქული გეუბნება, არა, ღმერთის თანაზიარი ხდები, ანუ შენთვის 64 თავად ღმერთია. და თქვენცა ესევე გულმოდგინეთ ეცადეთ, ნახეთ, თქვენც ასევე აი ეს არის ჩვენი რწმენაო და ამ დროს მოგმართავს ჩვენ თქვენ გულმოდგინეთ ეცადეთ
და მე იწყება ეს ჩამოთვლა ცხოვრების სათნოებითი ცხოვრების წესი და იწყებს წმენა ხო მოგეცათ დაუმსახურებლად მამისაგან და ამბობს მე ყავთ სარწმუნოებასა შინა თქვენსა სათნოება თუ თქვენ წმენა მოგეცათ სათნო ცხოვრება დაიწყოთ ხშირად მithქვია თქვენთვის პირად საუბარშიც პირველი აცნობიერებ რა რომ იესო ქრისტე არის სამყაროს შემოქმედი ადამიანად მოსული თუ ეს წმენა შენში დააფიქსირე შემდეგი ნაბიჯი არის ლოგიკური ნაბიჯი უკვე ის რომ გავიგო რა უნდა მას რომ შესაბამისად ვიცხოვრო ეს არის სათნოებითი ცხოვრება ანუ გავიგო რა უნდა მას ვიწყებს სახარების კითხვას და გავიგო რა არის მისი ნება რომ ვიცხოვრო ამიტომ პატრე მოციქული გეუბნება სარწმუნოებასა შინა თქვენსა ყავთ სათნოება ანუ სათნოს მის გაიგეთ რა არის მისი ნება და შესაბამისად იცხოვრეთ სათნოებასაშინა მეცნიერება აი ამ სათნო ცხოვრებით როცა ქრისტეს უერთგულებ აუფალო აბა შენი ნება რა არის აბა როგორ აბა რანერად მეუქცე რა ვთქვა რა უპასუხო რა ნაბიჯი გადავდგა და ასე შემდეგ გულის ხრიტყობი ვაკონტროლო შენი ნების მიხედვით აი აქ შემოდის მეცნიერება ანუ ცოდნა ნელ-ნელა ჩემში ჩდება გააზრება გაცნობიერება თუ ვინ არის ღმერთი როგორია ღმერთი რას ნიშნავს ჩემი გადარჩენა და აი მხოლოდ ამის მერე შეიძლება ადამიანი ღვთისმეტყველებდეს და არა ისე რომ ის წინანა სათნო ცხოვრება გამოტოვოს წაიკითხოს რომ აჰა თურმე ღმერთი ყოფილა სამება აჰა ღმერთი თურმე განკაცებულა აჰა და ეს ილაპარაკოს მტყელმტყელად არაფრის მომცემი არ არის არავის გულზე ეს არის იმოქმედებს და ამ ადამიანსაც ამ პარტავნებაში აგდებს მხოლოდ მას შემდეგ რაც ქრისტეს ერთგულებ მხოლოდ მერე მოდის ეს ცოდნა მეცნიერება მაგრამ მეცნიერება კიდევ უფრო დიდი პასუხისგებლობის წინაშე გაყენებს შეძრწუნებული ხარ კრძალვით კოსმოსს რო იაზრებ რა არის იქ ხარ კრძალვით და ღმერთის სიდიადეს რო გაიაზრებ რო გაგეხსნება ეს საიდუმლო ცოდნა დოგმატებისა თავზარი გეცემა ისეთი დიადია ღმერთი და მე ნახეთ რას ამბობს პეტრე მოციქული და მეცნიერებასაშინა მარხვა იწყება ღვაწლი იწყება საკუთარ თავთან კიდევ უფრო მეტი ბრძოლა საკუთარი მეტად დისციპლინირებული ხდები და საკუთარი ვნებების, საკუთარი ნების, საკუთარი სიმართლის, საკუთარი პირუტყული მიდრეკილებების, საკუთარი დემონური ეგოისტური მიდრეკილებებთან ბრძოლა, რომ ისე დაამარცხო. იმიტომ რომ ის სიდიადე მთელი სისავსით რაც შეგიძლია დაიტიო გამოჩნდა. მარხვა არ გამოდის მოთმინების გარეშე, იმიტომ რომ მარხვა უამრავ გამოცდას, ანუ სულიერი ცხოვრება უამრავი გამოცდის წინაშე გამყოფებს და ამისთვის გჭირდება მოთმინება. რკინისებური მოთმინება ჭირდება ქრისტიანს და გესმით როგორი მოთმინება უნდა ქონდეს, ეშმაკი უნდა დაიღალოს თქვენი ცდუნები და ვერ უნდა გაცდულოთ. რა თქმა უნდა ღმერთი გეხმარებათ ამ დროს. ამიტომ მოთმინების გარეშე არ არსებობს ცხონება. გახსოვთ უფლის სიტყვები, მოთმინებითა თქვენითა მოიპოვეთ სულნი თქვენი, ვისაც მოთმინება არ აქვს. ის არათუ სასופველში ვერ შედის, არათუ ვერ ცხონდება. თავისი ცოცხლის ბოლომდე ვერ მიაქვს ეკლესიურობა, თავისი ცოცხლის ბოლომდე, რამდენიმე 5, 10, 15, 20, 25, 30 წელი მერე ბეზდება. და უღმერთო ცხოვრობს. რამდენია ასეთი ადამიანი? მოთმინებასაშინა ღვთისმსახური. აი, როცა ჩვენ საუბრობთ ღვთისმსახური, ვინ არის ღვთისმსახური? აი, ღვთისმსახური ანგელოზია. აი, ანგელო, ნახე, აი ამ ყველაფერს რომ გამოიული და მოთმინებით რომ შენში დამარცხდება ბოროტი, ხო? აი, მე უკვე ნამდვილი ღვთისმსახური ხდები. ანგელოზი ხდები, გესმით? მე ხდები ანგელოზი და იწყებ ნათებას. ანათებ გარშემო ადამიანებს, შინაგანი სათნოებებით და შენს გარშემო ადამიანები იკრიბებიან და ღმერთისკენ იყურებიან. აი მე ხდება ეს. და ღვთისმსახური თუ ხარ, ეს სოციუმში არ ვლინდება და რაში? ძმათ მოყვარებაი ადამიანი გიყო. აი თქვენ რო ერთმანეთს ეკინკლავებით, ჩხუბობთ, განიკითხავთ, აღარ ლაპარაკობ უამრავ რაღაცებს, ჩადიხართ. ეს ნიშნავს, რომ ჯერ ძალიან შორსა ვართ ამ ყველაფრისაგან. სიყვარული მოყვასის, ცოდვასაც, შეცდომასაც, ყველაფერს გადაფარავს, გესმით? იმიტომ რომ სიყვარული ძმათ მოყვარებას შორის, აი სიყვარული, მე მიყვარს ადამიანებს, ეს გვირგვინი, ეს მხოლოდ მე ბოლოში, აი და სულ ბოლოს ამბობს, რომ ძმათ მოყვარება, როცა აღმოაჩენ მოყვას, რომ კარგად ექცევი, ხო? აი ამის მერე უკვე სიყვარულში შედიხარ. მე და ყოველივე ეს თქვენშია და თუ ყოველივე ეს თქვენშია და მრავლდება
უქმო და უნაყოფოთ არ დარჩებით ჩვენი უფლის იესო ქრისტეს შემეცნებისას. უქმათა ნაყოფს გამოიღებთ, ხოლო ვის სულშიც ეს არ არის, რაც ჩამოვთვალეოთ ყველაფერი. ვერ ხედავს, თვალდავსილია, ვერ ხედავს, რადგანაც დაივიწყა, რომ რა დაივიწყა? განწმენდილია უკვე უწინდელი ცოდვებისაგან. ის ძველი ადამიანი აღარ არის, ახალი ადამიანია და ეს დაივიწყა. და როგორც პეტრე მოციქული სხვა ადგილას იტყვის, როგორც ზაღლიო თავის ნარწყევს მიუბრუნდაო და დაბანილი ღორი კვლავ წუმპეში გაგორდაო, ეგრე ემართება. აქ მოსული ისევ იქ მიდის. ოღონდ ახლა ამას არ ამბობს აქ, ამბობს სხვა ადგილას. ამიტომ ძმანო, უფრო გულმოდგინეთ ეცადეთ განამტკიცოთ თქვენი მოწოდება და რჩეულობა, რომ მოგიწოდათ უფალმა და რომ დარჩით, აქ ეს არის რჩეულობა, რადგანაც თუ ასე მოიქცევით, არასოდეს წაიბორძიკებთ, ვინაიდან ასე უფრო ფართოდ გაიღება თქვენს წინაშე ჩვენი უფლის და მაცხოვრის იესო ქრისტეს საუკუნო სასუფეველის კარი, რომელიც ვიწროა, ბევრი ეძებს, ცოტა პოულობს, მაგრამ თქვენთვის ის ფართოდ გაიღება პეტრე მოციქული გვანუგეშებს. აი ეს არის ჩვენი პრაქტიკული ცხოვრების მხარე, რომელიც გამოცხადებით მოგვეცა, რომელიც ჩვენ საკუთრებად უნდა ვაქციოთ და ამგვარად ვიცხოვროთ, რომ ჩვენი რწმენა და ჩვენი მოწოდება გავამართლოთ. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.